ეზოში ვის რა ვიცი და უხარო ესეთი რაღაცა ვიკრიბე. ეზოში კი არა, ერთი კვირა უკვე. ხოდა მაგას რაღაც ელოძები, ეგ მასეთი მოკონდება. ჩემი სახელით არ ილაპარაკო და თან კიდე მეუბნებიან ვიღაცები კინოტელეფონებიდან, რომ იცი რა, აი ვიღაცა სტუდენტები არ იმსახურებენ იმას, რომ ამ შეკრებაზე მოვიდნენ და პროტესტი გამოთქვათ. რა ანუ ლოგიკას ვერ ხვდები რა ზალაპარაკი. ვახომ რო გვერდი გააკეთა. იქ წავიდა მთელი პოლემიკა და დაცხება ისა და ქონდა 100 კაცის ნახვა მეტი. ვახომ და დაწერა რომ მოვიდეთო ხვალო საბჭოაო და ეს რაც გვაქვს იმ საბჭოზე მივიდეთო თქვა და ეს პრობლემები თქვათო. და მივედით 5 კაცი პლუს 2, 7. და აქ რო ჩამოვედით ვიღაც ბავშვებს ეზოში ნახავთ და შემოვიდნენ. იგივე გავაკეთეთ Facebook-ზე ვარ ისე არ მოვიდა. მას ეკნება ყოველთვის და იცი როგორ ანუ შენ თუ ვიღაცას უყურე გაიგე და იმისგან გამომდინარე რაღაცა ვეღარ გააკეთე და დაკარგე შენი მუხტი ხო მართლა ვერაფერს ვერ გააკეთე მით უმეტეს ამ უნივერსიტეტში ლექტორმა თუ არ დაიბარა არ მოდია არა ლექტორზეც არ მოვიდა იმიტომ რომ აგრეთვე კაცო არ მოусმინე 2 წელი რო ყავდა ნოშრევანი ვაჟ გოზე ვას რაღაცა დაფრინავს მართლა ეს ხალხი რა და так что პირიქით რაც უფრო ცოტა ხო მით უფრო მუშა ხალხია გაიგე აქ მართლა ინტერესის გამოა გაერთიანებული და არა იმიტომ რომ ვიღაცა მეგობარი მოვიდა ყველა ასეთი მცდელობა მივდივარ საბჭოსთან ისე მთავრდება იმ საბჭოსთან რა დააფიქსირებ პოზიციას მერე რა საერთოდ არც არა ეს საბჭო არაფერს გამკეთებელი არ არის თუ თქვენ თვითონ არ გააკეთებთ რაღაცას პროტესტს არ გამოხატავთ სხვა ფორმით მე გვინდა ერთი შემოთავაზება რა ანუ ჩვენი ეს საბჭო და ეს გლობალურად არ იყოს მხოლოდ აი მოთკედელ შორის გამოკეთილი ეხლა უნდა ჩამოვყალიბდეთ ეხლა რომ შევიკრიბებ თქვა ხო ანუ ამას რა შედეგი მოვაყოლოთ თქვა ვისთან მივიდეთ ადრესატივი იყოს ჯანელიძესთან მივიდეთ ჩვენ ანუ მივიდეთ რექტორთან პირდაპირ მივიდეთ ანუ რეალური მედება უნდა იყოს რა ანუ ხო და მაგას ვამბობ ხა მეორეჯერ მოვედი მე პირადად აქ და ეხლა წავალ კიდე შევიკრიბებით ალბათ მესამეჯერ და აზრით უნივერსიტეტში არავინ არ არის ეგეთი ადრესატი უნდა მიხვიდეთ ზევით არა ადრესატი მივიდეთ ყველგან არის იმიტომ რომ ზოგი პრობლემა ეხება ჯანელიძეს ზოგი პრობლემა ეხება გაგველაშვილს ზოგი პრობლემა ეხება განაცხადებს ლაპარაკობთ და იმ დღეს ცხრილებზე რომ ლაპარაკობთ ცხრილები არის შიდა საუნივერსიტეტო პრობლემა მაგას მინისტრი ვერ გადაგიწყვიტავს ხო მაგაზე ამიტომ ანუ ცხრილებზე რომ ლაპარაკობთ ეგ არის ან ზუსტად მე შევარჩიოთ ეხლა ჩვენ ადრესად ვინ მიყოფილა ის თინა ჭაბუკიანი ყოფილა შევარჩიეთ მე მივიდეთ ეხლა თინასთან და დაუსვათ მოდი იცი როგორ თინა მოვიდეს ჩვენ და არა ჩვენ მივიდეთ მოკლედ მარტო ეგეთი რაღაცა მოხდა დათომ ეგეთი რაღაც ყო წინაზე ვინც არიყავით რომ ისაკითხები რაც ეხება თქვა შიდა დირექცია ჩვენი ფაკულტეტის ის უნდა დაიწეროს რომ მე არ მომწონს კამი წერ არ მომწონს კამი აძლევ დათოს დათო მე ამბობს რომ აი გვაყონდი შევწყვიტ ამ კამს ეს მაგას შიდა საუნივერსიტეტო აქ და უნდა წავიდეს სამინისტროში მაგრამ როცა ვიყოთ ბიუჯეტის გამჭვირვალე ეგ უკვე სხვა მასშტაბის მოთხოვნა აქედან გამომდინარე ეგ ხო იმ დღეს ვთქვა რამდენიმე წელი იყო და თქვათ იგივე საკურსოების სადიპლომების თანხების მოზიდვას და ეგ უკვე ეს რეგიონი გავაკეთოთ რომ სანსაკი არასდროს პრობლემა არ არის ერთიან ეფექტურობის არა ხო ერთი აქცია მაგალითად ხო ხუთა გადავსე კი ბატონო აქცია არა მაგას თუ არ მიიხსნათ ხალხო ერთი ტამი სწორად ვიფიქროთ რა აქცია ეგეთი რაღაცები არის რატო ვიჭო რა მაღაროელები იფიცები და მაღაროელები რო დღეს მიხვდა რომ აქ უფლება და უფლება უნდა მოითხოვოთ აბა აქ ზავზე ჯერ მოითხოვოთ ცივილური ფორმით და მერე მოაწყე ის აქცია ხა პირდაპირ აქცია მოაწყო იქნება არის პროსტა 5 კაცი ხედავ ხა იქნება ვინმე მოვიდა და გეუბნება რომ ძმაო მე გადაწყვეტილი ამ ადამიანების რაოდენობას მოაქცევთ ყურადღებას ელემენტარული აი ლაბორატორია მიგივე ჩვენელი ტიპები არის ხო სულ 2 კაცი ორმა კაცმა არა ორმა კაცმა გააკეთა უფრო მეტი ვიდრე რა ქვია თეატრალური 90 კაცი გააკეთა თეატრალური 90 კაცი საბოლოო ჯამში არის ის ფული რაც ამ უნივერსიტეტს ერიცხება არ არის საკმარისი იმისთვის რომ მიიღოთ ის ხარისხი რაც ამ უნივერსიტეტში ხო და დაუთავრებია ცოტა ნუ მასწავლე ის ფული რაც ამ უნივერსიტეტს ერიცხება არ არის საკმარისი არ არის საკმარისი არც ის ხალხი არ არის საკმარისი ადეკვატური ვინც ამ ფულს მართავს
მაგრამ მოდი ჯერ პრობლემის სათავე სადაც არ იქ მივიდეთ რა. ახალი მინისტრია კულტურის, რომელიც ელაპარაკება ახალგაზრდებს, რომლებიც ელაპარაკა ვიღაც არტარიაზე ახალგაზრდა სტუდენტებს, ვიღაც იმებს, რა ქვია, მომღერლებს, მუსიკოსებს და მწერლებს. მივიდეთ ჩვენს და დავალაპარაკოთ, რომ ეს დედა მოტყნული. ხო შეიძლება ხო შეიძლება რომ თუ თქვენი პრიორიტეტი არის რომ თქვენ კინოსთვის რამეს გაკეთება გინდა და აი რა არის გასაკეთებელი გაძლევთ და მოდი ერთად შევიმუშაოთ. კი კაცმა თქვა რომ ახალგაზრდები მინდა ჭერტიცა ჩართო ამ პროცესში. სანამ ეს პროცესი არის ღია, სანამ იმ კაცთან მისვლა შეიძლება, სანამ მინისტრად დაინიშნა, სანამ მოტრაკი გავანძლიოთ. მაგრამ ხა თუ შენი თინა ჭაბუკიანთან მიხვედი და ცხრილი იქ თეატრი რატო ჩამოსვიდა, რატო აუნდა ჩვენ ეკუთვნით პრობლემები ზუსტად დამსაზღვროთ და თავისი მასშტაბის შესაბამისად მივიდეთ ადრესატებთან. თუ ბიუჯეტის გამსვლელობაზე მივიდეთ მინისტრთან. მოგალე შენ გასულ ჩემო. ეხლა მომისმინეთ, წინაზე ვარ ბრძანდებოდი ვაჟ ბატონო. ჩვენ რო ზემოთ ვიყავით, აქ იმიტომ ჩამოვედით, რომ იქ ვაპარაკეთ, მივხვდით. მაგას იცახი რომ იქ არა. ვაიძახ, იმიტომ რომ ვიცი. ხო, მაშინ რა აქ რა დავწერეთ წავედით კულტურის სამინისტროში. განათლების სამინისტროს უნდა მივწერო. ხო, წავედით ხა. კი არ მივწერო, შეხვდეთ ქვია მაგას. არ მოიწოდეთ. არა, შეგვიძლია მივწერო. არა, შეხვდეთ რა უნდა მოვიწოდოთ. ხო, მოვიწოდოთ წერილობითი ფორმით. ან ვისკერო პრობლემია და მოდი მოვაქცევოთ და ჩვენ გვინდა თქვენთან გასაუბროთ. აბა რა გვინდა? დღეს რა სოფლია? დღეს შევიკრიბეთ იმის გამო, რომ წინაზე რომ ვიყავით იმდენივე რამდენიც ეხლა, ვთქვით რომ იქნებ უფრო სამართლიანი იყოს, უფრო გავაპიროთ ყველაფერი, ისე თავის რა ტელევიზიურება უნდა მოვიდეს და დააფიქსიროს. დღეს აღმოჩნდა რომ ყველაფერზე კიდევ მაინც იმდენი ფაქტი ერთია რომ პრობლემა ყველასთვის ერთია. წერილობით ხომ? და ჩამოივლი ამ სტუდენტებს. არა, ხომ არა, რატომ უნდა ჩამოვიდეს მაგას ვაფრთხილებ? რატომ უნდა ჩამოვიდეს? მოისმინე გეტყვი. ამ უნივერსიტეტში არის ვიღა, აი თქვენ ხარ, ვისაც რაღაც გაკეთება უნდა და კიდე არის ერთი უცი ბავშვი შეიძლება, ვისაც სხვას არ აინტერესებს, არის სწავლის პრობლემა და არ აინტერესებს სწავლა და იმიტომ არ არის. როსულია. თორე იმაზე კი არ არის აქ ლაპარაკი რომ ვიღაცას არ აწუხებს. არა, შენ ჭირდება მასა და ამასისთვის შენ რაღაცას დღეს შეადგენ, რაღაცა წერილს და ყველასთან, აი მე ჩამოვიდე ჩემ ჯგუფში, ყველა თავის ჯგუფში წავა და ხელმოწერა შევაგროვებ და სადაც მისასვლელია მივალთ. ამას 5 კაციც გააქვს. არ უნდა გართულება, სანამ არ მივართ იმ ორგანომდე, რომელზეც დამოკიდებული ვართ, რამდენიც ანუ ვირატრატოთ, არაფერი არ შეიძლება. ხო, მე ვერ გავიგე ანუ რა უნდა. ეხლა იმაზე საუბარი რომ სტუდენტებს საქართველოში სწავლა არ აინტერესებს, არ გეთახმები. თეატრალურში ვიღაცას ხო, არა, მე ეს ხო ბუნებრივია, ამაზე რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ რა, ვიცი, ვინო მაგრამ. მე გეტყვი როგორ უნდა მიმართო. ეხლა სრულად გახსენიათ რომ შევიცე. შეგიძლია მიხვიდე არ ქართული ოცნების ოფისში, ან უკვე სამინისტროში შეგიძლია მიხვიდე. არა, შეიძლება არა კაცო. შეგიძლია მე გავიგო პირადად იმ მინისტრის ნომერი ან ვიღაცამ, დაუკავშირდეთ ალექსა ჩიღვინიძეს, ხავდა არტარიაში მიწეული დაურეკავდა, ვკითხავ რომ აი ძმაო როგორ მიიწვიე, გავიგებ ამ ყველაფერს და ვთხოვოთ რომ მოხდეს შეხვედრა. ამ შეხვედრაზე მე გავიგო ყველა. აქ არ მოვიწვიოთ. არა მოვიწვიოთ. რატომაც არა. მოვა აუცილებლად. წერეს კინომცოდნებმა და ვიღაცებმა ოფიციალური წერილი, რომელიც გაშუქდა ტელევიზიაში, ხო? რა წერილი? მიწერეს წერილი. წინასწარ სანამ შეხვდნენ, რომელიც მე რაღაც ჟურნალში დაიბეჭდა და გადაწყვეტა. მივწეროთ ჩვენც. მაგას გეუბნები, ჩვენც უნდა მივწეროთ. რომ მე მოვიდეს და არა ისე რომ გადავარეკინოთ და ჩვენ შეხვედრაზე რომ მიდიხარ მე ანუ რა ჩამოყალიბებული რაღაც ჩვენ რომ მივიდეთ ეხლა ზოგმა შეიძლება მოითხოვოს რომ მე რაღაც ჩემი კლასი არ მომწონსო და მოდი ასე ვთქვა ხორცობს რაღაც ჩამოყალიბებული ხო ჩვენ ჩამოვაყალიბეთ რაღაც ამ პუნქტები საბაზისო მოთხოვნები და ეს საბაზისო მოთხოვნები გვაქვს შო მოიჩა გათავდა მაგრამ ეხლა მოიწოდე ჩართენ აბა შო ვახო ეს მოთხოვნები გვაქვს ესე იგი მეორე ნაბიჯია ეს მოთხოვნები ჩვენ ვილაპარაკეთ ბიუჯეტის გამჭვირვალობაზე ეს რაც აუცილებელი იყო მან მეორე ვილაპარაკეთ შიდა საუნივერსიტეტო პრობლემებზე კერძოდ ცხრილის გაუმართავაზე
და კიდევ კემპარგენ მეგონი კადრების არაადეკვატურობაზე ხო ანუ კადრების აი გარი ყველაზე მეტად რაც გვეხება ხო ანუ ესენი იყო და კიდევ ვისაც რამე გვინდა ეხა იდეები თქვა ხო ლიტერატურა თარგმნა ლიტერატურა მე ვახო დააშერა ხო ანუ ბიუჯეტს გამჭვირვალობა თავის სანამ ხოძევა შეიძლება სხვა არა ბიუჯეტზე ორი მარგო სანამ ხოძევა რაღაცას კიდე სამი ჩემი აზრი არის ეგეთი რა რომ ის რომ ჩაიწერეთ პირველი არ არის მოდის დავთვალოთ პირველი რაც უნდა ვთქვათ რომ არის მთლიანად სისტემის შესაძლებელი და არა ცალ-ცალკე სისტემებში რაიმე შეცვლა მე ვიძახი და ვაფშე ყველა მეთანხმება მე მგონი ის თვითონ მინისტრი იქნება თუ რექტორი და დეკანი ყველა გვეთანხმება რომ საქმე იმაში კი არა რომ რაღაცა სისტემა არსებობს და იმ სისტემაში პატარ-პატარა უზუსტოებია საქმე იმაში რომ ვაფშე თავიდან არის სისტემა მოსაგონი ის კი არა რომ ვიღაცა ადგენს ანუ ვაფშე ანუ სულ ახალი სისტემა მოსაგონი რომელზეც პროფესიონალები უნდა იმუშაოს